თანამედროვე განვითარების მეცნიერება მიდის bite-sized learning-ისკენ, ანუ ლუკმა სწავლებისკენ და ზუსტად ჩვენი მასტერკლასები არის ამ ლუკმა სწავლის მეთოდი, რომელიც იდეალურ შემთხვევაში საღამოს რო ადამიანი მასტერკლასს დაესწრება, მეორე დღეს ის ამოცანა უნდა გადაჭრას ნაწილობრივ მაინც. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კარიერის კოუჩი გავაკეთოთ, ფაქტიურად გავაკეთოთ მასტერკლასი კარიერის და პროფესიული გზის ასარჩევად დასრულებისთვის და მე ვფიქრობ, რომ აქ აღჭურვავთ ამ ადამიანებს იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მათ დაეხმარებათ, რომ კარგად მიხვდნენ რა უნდათ თუ არ უნდათ და დაიწყონ პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორი მიმართულებით. მონაწილეებისგან უნდა ისწავლო, ანუ გვერდზე ვინგიზის ის არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სცენაზე ვინგას, ხო? ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გვაქვს და ისეთი ინსტრუმენტები გვაქვს არჩეული, რომ ადამიანს, რომელსაც რეალურად ედარდება და რეალურად ნაფიქრია ამ თემაზე, მგონია, რომ ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ მნიშვნელოვანი ბიძგინი იყოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, კონკრეტული მიმართულებით. სანდრო, მასტერკლასები სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. შენი აზრით, რა არის ის, რაც გამოარჩევს მასტერკლასებს ჩვეულებრივი ტრენინგისგან? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სულ უფრო ნაკლები დრო აქვს ადამიანს და ხანგრძლივი ტრენინგზე გადაწყვეტილების მიღება უფრო რთულია და 1-3 საათის ან 2-3 საათის დათმობა თემისთვის გაცილებით უფრო ადვილია. თანამედროვე განვითარების მეცნიერება მიდის bite-sized learning-ისკენ, ანუ ლუკმა სწავლებისკენ და ზუსტად ჩვენი მასტერკლასები არის ამ ლუკმა სწავლის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ რაც უნდა, როცა უნდა, ცოტა დროის დანახარჯით შეისწავლოს. სანდრო, მასტერკლასები ორი ნაწილისგან შედგება, ონლაინ და პირისპირ შეხვედრა. რატომ არის ეს ფორმატი საჭირო, რა დამატებით ეფექტს იძლევა მონაწილისთვის? რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრაში გაცილებით მეტი ეფექტია, ცხადია და ჩვენ შეგვეძლო რომ 6 საათი გაგვეკეთებინა პირადი კონტაქტის, თუმცა გამოგვივიდოდა მთელი დღე და მთელი სრული დღის დათმობა ძალიან ძნელია თემისთვის და გარდა ამისა, წასვლა, წამოსვლა, მანქანის გაჩერება მოგეხსენება, ამიტომ გავყავით ესე, რომ ის ნაწილი, რომელსაც არ ჭირდება პირადი კონტაქტი, გავიტანეთ ონლაინ შეხვედრაში და სადაც არის სავარჯიშოები და პრაქტიკული სამუშაოები, ის დავტოვეთ პირადი კონტაქტისთვის და ამ მეთოდით სამსახურსაც ნაკლებად მოწყდება ადამიანი და თან სრულად მიიღებს იმ ეფექტს, რაც ჭირდება, რომ მიიღოს. მასტერკლასების თემები საკმაოდ ფართოა, პროფესიის არჩევიდან ლიდერობის თანამედროვე ტენდენციებამდე. შენი აზრით, რა არის ის 3 უნარი ან გამოცდილება, რასაც მონაწილე ამ მასტერკლასიდან წაიღებს? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ის ვინ რას წაიღებს მასტერკლასიდან ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რას მოაკითხა, ხო? ჩვენ გვყოლია მსმენელები, რომელსაც თავისი ზოგადი თვალსაჩინოს გაფართოება უნდა, უბრალოდ უნდა გაიგოს მაგალითად ემოციური ინტელექტი რა არის და როგორია. ეგ ადამიანი მაგას მიიღებს. ყოლია მონაწილეები, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს თქვათ ლიდერობის და მენეჯმენტის კუთხით და იმის მოგვარება უნდა. ყოლია მონაწილე იგივე პროფესიის არჩევაში, რომელსაც რა ვიცი, კონკრეტულად გადასაწყვეტი აქვს რა პროფესიაზე ისწავლოს და რა მიმართულებით გააგრძელოს სწავლა. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ძალიან განსხვავებული დაკვეთები აქვს ყველას და ძალიან დამოკიდებულია აი ამ დაკვეთაზე, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან რასაც ვცდილობთ, არის რომ ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტები წაიღონ და მეორე დღესვე, მოკლედ იდეალურ შემთხვევაში, საღამოს რო ადამიანი მასტერკლასს დაესწრება, მეორე დღეს ის ამოცანა უნდა გადაჭრას ნაწილობრივ მაინც. ახალ სეზონზე ახალი მასტერკლასები არის. მაგალითად, მენეჯმენტის და ლიდერობის თანამედროვე ტენდენციები. ამ მასტერკლასიდან რა ძირითად 3 უნარს წაიღებს მონაწილე? ესე იგი, მასტერკლასი ახლა ჩვენ
ვატარებთ სრულფასოვან ტრენინგებს მენეჯმენტის და ლიდერობისთან მიმართულებით. მასტერკლასი ფაქტიურად არის what's new, ახალი ის რო გამოდის, რა ვიცი, ახალი iPhone-ი რო გამოდის და ითქმა მოკლე ვიდეო იქნება, რა არის ახალი, რა სიახლეები. დაახლოებით მაგას ვაპირებთ ლიდერობაზე და მენეჯმენტზე. ეხლა სამი მთავარი სიახლეა, ასე ვთქვათ, მენეჯმენტში, ეს არის Gen Z, ანუ ახალი თაობის თანამშრომლები მოვიდნენ სამსახურში სრულიად განსხვავებული ფასეულობებით და ყველაფერი განსხვავებულია. მეორე არის AI, ხელოვნური ინტელექტი და აბსოლუტურად გადააყირავა AI მენეჯმენტის და ლიდერობის ყველა ასპექტი და მესამე არის ჩემი აზრით agile მენეჯმენტი, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება ძველი მენეჯმენტის პრინციპებისგან და ამ მასტერკლასზე ჩვენ აქცენტი ამ სამზე გვექნება. სხვა თემებსაც შევეხებით ემოციური ინტელექტს რაღაცებს, მაგრამ სამეულზე გვექნება მთავარი აქცენტი. საინტერესო მასტერკლასი არის, ასევე იგეგმება ცვლილებების მართვა, კარიერის და პროფესიის ცვლილება ზრდასრულებისთვის. აქ რა საინტერესო მიზნებს წაიღებს მონაწილე, ან რა იქნება აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მასტერკლასში? ჩვენ როცა პროფესიის არჩევაზე ვმუშაობთ, აქამდე ძირითადად მუშაობდით აბიტურიენტებთან, არადა ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც არის mid-life-ში, ასე ვთქვათ, საკმაოდ გამოცდილია და უნდა კარიერის ცვლილება. მიხვდა, რომ ის აღარ უნდა, რასაც აკეთებდა, ან რაღაცა ახალი ოცნებები აქვს, ზოგს ბიზნესში უნდა, ზოგს YouTube-ში, ზოგს თავის ჰობი უნდა, რომ პროფესიად აქციოს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კარიერის კოუჩი გავაკეთოთ, ფაქტიურად გავაკეთოთ მასტერკლასი კარიერის და პროფესიული გზის ასარჩევად ზრდასრულებისთვის და მე ვფიქრობ, რომ აქ აღვჭურვავთ ამ ადამიანებს იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მათ დაეხმარებათ, რომ კარგად მიხვდნენ რა უნდათ თუ არ უნდათ და დაიწყონ პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორი მიმართულებით. ვისთვის არის ეს გამოცდილება შექმნილი, მასტერკლასების გამოცდილება, ეს ფორმატი და შინაარსი ვისთვის იქნება უფრო ეფექტური? ესე იგი, ძალიან მრავალფეროვანი დამსწრეები გვყავს, ასაკის თვალსაზრისით, რა ვიცი, 20 წლის ხალხით დასწრებია მასტერკლასს და 60 წლის ხალხით და ყველასთვის ეფექტურია მე ვიტყოდი, მაგრამ გათვლა არის mid-career მაინც რა, ანუ შუა კარიერაში მყოფი ადამიანისთვის, რომელსაც რაღაც გამოცდილება ცხოვრებისეულიც და პროფესიულიც აქვს და ჯერ კიდევ წინ აქვს ბევრი რამე, ხო? ეს mid-career ფართე განმარტებაა და შეიძლება 30 წლის ადამიანიც იყოს და 50 წლის ადამიანიც, რომელიც ესე უყურებს თავის თავს, ხო? ძალიან დამწყები ხალხისთვის დაუშვათ ახლა პროფესიის არჩევის გარდა, რომელიც აბიტურიენტებისთვის არის, სხვები ეგეთი ახალგაზრდებისთვის არ არის, ხო? და ასაკში, მაღალ ასაკში მან შეზღუდვა ახლა აღარ არის, შეიძლება 70 წლის ადამიანი იწყებდეს ახალ საქმეს და მოკლედ იმასაც მივესალმებით. რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება 20 წლის წინანდელ სანდროს ურჩევდი თუ არა ამ მასტერკლასებზე დასწრებას და რა შეცვლიდა ეს მის კარიერულ გზაზე? რომ შემეძლოს დაბრუნება უკან, ესე იგი 20 წლის სანდროს რაც არ ესმოდა მე როგორც მახსოვს, მოკლედ და ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელი და ეგონა რომ რას მასწავლიან, ამაზე ფიქრობდა რა, თემებს წაიკითხავდა კონფერენციაზე მაგალითად და თემა თუ არ აინტერესებდა არ მიდიოდა. სანდრო ვერ ხვდებოდა, რომ მონაწილეებისგან უნდა ისწავლო, ანუ გვერდზე ვინ გიწის, ის არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სცენაზე ვინ დგას, ხო? ამიტომ მე ყველა ვარიანტი ურჩევდი, ახალგაზრდა სანდროს ყველა ვარიანტი ურჩევდი, რომ გაეცნო ეს ხალხი და მოესმინა ამ ხალხისთვის, რა სულ რო არაფერი არ აეღო ტრენერისგან, ერთი ტრენერისგანაც რაღაცას გაიგებ და მეორეც ერთი იქ დამსწრეებისგან, სანაცნობო ქსელს განივითარებ, სხვების გამოცდილებას დააკვირდებ, მოკლედ ყველა ვარიანტი მე მგონია, რომ ესეთ შესაძლებლობა არ უნდა გაუშვას ადამიანმა ხელს. სანდრო, ტრენინგებიდან ადამიანები ხშირად შთაგონებულები მიდიან და ეს გამოცდილება ხშირად ცვლის მათ ხედვას და გადაწყვეტილებებს. შეგიძლია თქვა, რომ მასტერკლასებსაც ექნება მსგავსი ეფექტი?
მე შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად მასტერ კლასებში ისეთი რამეებია წამოღებული ტრენინგიდან, რაც სწორ შემთხვევაში ეს გარანტიას ვერაფრისას ვერ მიცემ, იმიტომ რომ ადამიანი ესე იგი რა შეუკვეთე რა ჩამოვიდას ამბავია, რომ რა განწყობითაც არის მოსული, იმ განწყობით მიიღებს მონაწილეობასაც და შედეგსაც, ხო? ამიტომ თუ მისული ხარ, რომ არაფერს ახალს არ გავიგებ, ალბათ არაფერს ახალს არ გაიგებ და თუ მისული ხარ, ცხოვრება შეიცვლება, ალბათ ცხოვრება შეიცვლება, ხო? მე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გვაქვს და ისეთი ინსტრუმენტები გვაქვს არჩეული, რომ ადამიანს, რომელსაც რეალურად ედარდება და რეალურად ნაფიქრი აქვს ამ თემაზე, მგონია, რომ ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ მნიშვნელოვანი ბიძგი მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, კონკრეტული მიმართულებით. ზოგადად რა არის ის ფაქტორი, რაც ადამიანებს ცვლილებებისკენ უბიძგებს და მოქმედებისკენ? ცვლილებებისკენ და მოქმედებისკენ ადამიანებს უბიძგებს პრინციპში ძირითადი ორი რამე არის რა. ერთი არის, რომ გასაჭირი მანახე და გაქცევას განახებო და იქმნება ჩვენ ცხოვრებაში სერიოზული დისკომფორტები. ეს შეიძლება იყოს მოწყენილობა, ეს შეიძლება იყოს უინტერესო სამსახური, ეს შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემები, ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური გარემო და ასე შემდეგ, რომ უბრალოდ იქ აღარ გინდა რა და ადამიანი იწყებს ცვლილებებს, იმიტომ რომ აი ყელში ამოვიდა რაღაცა, ეს ძალიან ხშირად არის დასაწყისი ძალიან კარგი და სასარგებლო გზის. მეორე არის ჩვენ ვიყენებთ ხოლმე კემბელის გმირის მოგზაურობას ხშირად ტრენინგებში და მასტერ კლასებში და იქ არის ძახილი, რომ როდესაც ჩვენ ყველაფერი თითქოს გაქვს, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რაღაცა გიხმობს, ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება ეს იყოს შენი მოწოდება, შეიძლება ეს იყოს სურვილი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გინდა, რომ ცხოვრებაში გააკეთო. შეიძლება დღეს ჰობია და გინდა, რომ საქმედ გადააქციო, შეიძლება საკუთარი ბიზნესი გინდა, რომ გააკეთო, მოკლედ ადამიანებს ამბიცია საუკეთესო გაგებით აწუხებ და ხშირად ეს ძახილი ესმით და ეს იქნება მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რომ ადამიანი გრძნობს, რომ რაღაცა აქვს გასაკეთებელი და ჯერ არ გავუკეთებ.